ადამიანი კი არა. მაგრამ ეს მასა მე რო ვაკვირდები რომელიც მლიქვენელია, რომელიც ლოცულობს ბიძინაზე, უკეთესი ღირსი არა. აქ როცა დამთავრდება საქართველოს მოსახლეობის მასაში მონური აზროვნება, იქნება მონური აზროვნება რუსეთის მიმართებაში, იქნება მონური აზროვნება თურქეთის მიმართებაში, ევროპელის მიმართებაში, ივანიშვილის მიმართებაში, სააკაშვილის მიმართებაში, მონური აზროვნება რო დაუმთავრდება ადამიანებს თავში, მაშინ ეშველება ქვეყანას. ჩემი გვარი და ჩემი ჯიში და ჩემი ჯილაკი არასდროს არ ყოფილა მონა, არასდროს არ ყოფილა სხვის იმსახური, არასდროს არც სხვას ემსახურებოდა და არც თვითონ იმსახურებდა არავის. მე ასეთი გენეტიკა მაქვს, ასე ვიცი ჩემი ისტორია და ეს მიმაჩნია სწორად. არც არავის ემსახურებოდა და არც არავის მსახურებდა მით უმეტეს დღევანდელ პერიოდში. ერთი მომენტი კიდევ მიდახლა მე კი არ მე ხო იცი ახლა თუ ვინმესთან სპორი და უბედურობა არ მინდა ეს ყველაზე მეტად ეს აი როდესაც საუბრობთ რომ ასია ერი და ასია ხალხი მე ერთი მაგალითი მინდა გითხრა დოკუმენტური მაგალითი მინდა მოგიყვე რა ასერგასის დღე წაკითხული გაქვს ეს ციგნი არა ეს არის ნიურნბერგის პროცესების დოკუმენტებზე აგებული თავიდან ბოლომდე ნიურნბერგის პროცესის ამ გერმანულ შაულებებზე აგებული ციგნია. გამიგე და იქ არის ასეთი სიტუაცია და შენ თვითონ გამოიტანე და ადამიანებმაც მინდა რომ მსმენელებმაც პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში ესე იგი ბატალიონი შემოერტყა სოფელს და შემოდგომა გვიანი შემოდგომა მთელი სოფელი პარტიზანებთან ურთიერთობის გამო გამოყარეს ქუჩაში ხალხი შეშინებული აძაგძაგებული კანკალებენ საწოდავად დადრგუნულები კაროჩე შეშინებულები აქეთ იქეთ და ობერსტუმბანფიურერი პოლკოვნიკია ესე იგი ეს დაიჩოქეთ ბიჭო რაღაცნაირად ხალხი არ იჩოქეს. ნუ რაღაც გაბრაზდა ხალხი, რაღაცა მოუვიდა, ხვდები რასაც მითხარ. დაიჩოქეთო, არ იჩოქებენ. გადაატარეს ავტომატების ჯერი, არ იჩოქებენ. ერთოს ფეხებით ხვიებით მოწედეს, გამოდის ახალგაზრდა. ამა ეს არის დოკუმენტი, კაცო, ერთ-ერთ ბრალდებად ესეც წაუყენეს ნიურნბერგის პროცესზე. გამოდის 20 წლის ბიჭი, პოლონელი. გავიდა გვერდშიც შეზახა. ძირს ჰიტლერი გაუმარჯოს პოლონეთს. გაიყვანეს დახვრიტეს. გამოდის 5 კაცი. გავიდნენ ძირს ჰიტლერი გაუმარჯოს პოლონეთსო. დახვრიტეს 5-ვე 20-მდე მამაკაცი გამოეთიშა ამ ჯგუფს. ყველა გავიდნენ და ერთად შეძახეს. ეს არის დოკუმენტი. წყალგრო არ გაუვა. ძირს ჰიტლერი გაუმარჯოს პოლონეთსო და ასე მთავრდება. ყველანი ტყვიებით დაცხრილეს. მოედანი კი გუგუნებდა. ძირს ჰიტლერი გაუმარჯოს პოლონეთსო და მრავალწერტილი. ტოის შეიძლება მოხდეს ამას პირადი მაგალითი ჭირდება, ამას სიტუაცია ჭირდება. მე აი გაერთიანება თუ მოხდა, ის კი არა რაღაცის გულისთვის. ილია ჭავჭავაძეს აქვს ნათქვამი ხალხის ერთობა სტიქიონია, ასტიქიონება გამარჯვებაო. აღმაშენებლის სიტყვებია ვაშკაც რომ ძალიან გაუჭირდება არავითარი გზა აღარ დარჩენია გარდა ბრძოლისაო და მე მგონია რომ იქნება ჩვენში ლიდერი მოჩნდება მე მინდა შენ იყო მე მაგალითად შენზე წესიერ შენზე უფრო აი მე ბევრს ვიცნობ საქართველოში მაგრამ შენ გაქვს რაღაცა ეს თვისებები ესეც აგაკ ისიც აგაკ ისიც აგაკ და მე მთელი გულით მინდა მე ხალხსაც მე ვერ მინდა მე ხომაკე შემოძმაუდა მინდა მე ეცამა დამალაპარაკი 78 წლის კაცი ვარ კარგი რა всё კაი არაფერს აღარ ვიძახი სხვა რამეს ვიძახი ცოტა აი რა ქვია ოპტიმისტურ იმაზე მინდა დავამთავრო პირიქით ჩემი გამოსვლა ოპტიმისტურად მიდი შემიძლია დავამთავრო მიდი ოპტიმისტურად ძალიან სადღეგრძელოსავით მინდა დავამთავრო მიდი მე მე მაინც წავს და მჯერა იმიტომ ქართველი კაცი ვარ და მჯერა რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველის გულში დღესაც განუხრელად ბატონობს დიდი შოტას უკტავის სიტყვები ჟობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილის სახელოვანიო
მე